6-7 და 8 ივნის ბაზარი უმასპინძლებს განსაკუთრებულ ლიტერატურულ ღონისძიებას წიგნის ბაზარი არდადეგები, რომელიც წიგნის გამოფენა გაყიდვას, სალექციო სესიებს, საქველმოქმედო აქტივობებს გაერთიანებს. ღონისძიება ხორციელდება ბაზარის გიორგი კეკელიძის ბიბლუსისა და წიგნების გამავრცელებელი საზოგადოების თანამშრომლობით და მიზნად ისახავს წიგნის კულტურის ხელშეწყობას, განათლების, ხელმისაწვდომობის გაფართოებასა და რეგიონული ბიბლიოთეკების მხარდაჭერას. 3 დღის მანძილზე ბაზარში წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა გამომცემლობის სტენდები, სადაც წიგნების სპეციალურ ფასად გაიყიდება. ღონისძიების ფარგლებში გაიმართება სალექციო შეხვედრები ცნობილ ქართველ ავტორებთან, რომლებიც აუდიტორიას არდადეგებზე საკითხავ წიგნებზე მოუყვებიან და საკუთარ რეკომენდაციებსაც გაუზიარებენ. ღონისძიებაზე დასწრება, რა თქმა უნდა, თავისუფალია, რაც ნებისმიერი ასაკისა და ინტერესის მქონე ადამიანს შესაძლებლობას მისცემს კომფორტულ გარემოში მიიღოს განსაკუთრებული ლიტერატურული გამოცდილება. თემაზე უკვე სტუმრებთან ერთად ვისაუბრებს. სტუდიაში შემოგვიერთდნენ ბაზარის PR მენეჯერი და პროექტის ავტორი ნატალი გოგიჩაიშვილი და მწერალი პროექტის ამბასადორი გიორგი კეკელიძე. მოგესალმებით, მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად. გამარჯობა, მადლობა. ნატალი, მნიშვნელოვანი სიახლეა ბაზარი. ბოლო პერიოდში ანებივრებს, სტუმრებს, ბევრი საინტერესო აქტივობით, სიახლით, მაგრამ ეს კიდევ გამორჩეულია თან ძალიან საჭირო დროს, ხო, არდადეგების წინ. მე მგონი, კარგი მიზეზია შეკრებისთვის და საკითხავი საგზლის შესაგროვებლად. კი, ძალიან გვინდოდა რომ ბაზარში ყოფილიყო რაღაც მსგავსი სახის აქტივობაც და როდესაც გადავწყვიტეთ, აქვე უნდა ვთქვა, რომ ეს საქველმოქმედო მიზანი აქვს ამ ყველაფერს. ჩვენ ამ დღეების განმავლობაში ვაგროვებთ წიგნებს იმისათვის, რომ შემდეგ გადავცემთ რეგიონების, სოფლების ბიბლიოთეკებს. როდესაც ამ თემაზე ზოგადად დავიწყეთ ფიქრი და გვინდოდა რომ ეს ამ მიმართულებით წავსულიყავით, ცხადია რომ გვჭირდებოდა ადამიანი, ვინც ამაში მეტად გამოცდილი იყო, ვისაც ზუსტად ეცოდინებოდა რა მიმართულებით უნდა წავსულიყავით და რა თქმა უნდა გიორგი კეკელიძე არის ის ადამიანი, ვინც ვიცოდით ზუსტად რომ ამ ყველაფერში დაგვეხმარებოდა. გიორგის ვთხოვეთ დახმარება და ჩართვა პროექტში და მან ცხადია რომ როგორც მოსალოდნელი იყო ყველაფერში დაგვთანხმდა, უარი არ გითხრა და ახლა შეგვიძლია ვთქვათ, რომ ერთად ვაკეთებთ ამ პროექტს, ის არის პროექტის ამბასადორი და მასთან ერთად მოხდება შემდეგ ამ წიგნების გადაცემა რეგიონების და სოფლების ბიბლიოთეკებისთვის. კი, გიორგი, ეს ძალიან მნიშვნელოვანი საქმე არის, ბევრი წელი არის ამას გახართ სათავეში, რა ეტაპზეა ეს ყველაფერი და რა მნიშვნელობა და როლი აქვს, იმიტომ რომ ამ პერიოდის მანძილზე ალბათ აკვირდებით შედეგებსაც, ხო? რა შედეგი მოაქვს და რა მიზანი აქვს? მოგესალმებით, პირველ რიგში ძალიან მიხარია თქვენთან ერთად ყოფნა, მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებელს. საკუთრივ ამ ბაზრობაზე უნდა ვთქვათ, რომ რეალურად ეს არის ერთგვარი, თუ შეიძლება ასე ითქვას, კარიბჭე ზაფხულის კამპანიის, რომელიც თავის მხრივ გულისხმობს იმას, რომ ჩვენ აქტიურად შევახსენოთ ადამიანებს, რომ ზაფხული არის ერთ-ერთი გამორჩეული პერიოდი იმისთვის, რომ მათ გადაფურცლონ წიგნები და სლოგანი ამ ფესტივალისა დაისვენეს შინაარსიანად, სწორედ აი ამ ყველაფერს ეხმიანება, როგორც უკვე აღნიშნეთ, ბიბლუსი არის თანა ინიციატორი აი ამ ყველაფრისა, ბაზარი ორბელიანთან ერთად, მეც ერთ-ერთი მათგანი გახლავართ და სწორედ ის წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოება, რომელთან დაკავშირებითაც იკითხეთ, საქმე ის არის, რომ რეალურად ვთქვათ, ჩვენ ეს ამბავი უკვე ალბათ სადღაც 13 წელია, რაც შეიძლება ასე ითქვას, გავააქტიურეთ, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც მე რომ ბიბლიოთეკაში მუშაობდი და მე უკვე გადმომისამართა ეს ყველაფერი ბიბლუსში და დაერქვა წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოება. საბოლოო ჯამში ბუნებრივია ჩვენ ამ თვალსაზრისით გვაქვს ძალიან კონკრეტული და სერიოზული განზრახულობა, რომ სოფლის ბიბლიოთეკები, სოფლის სკოლის ბიბლიოთეკები მოვამარაგოთ ახალი წიგნებით, ამავდროულად ბუნებრივია კომპიუტერებით, რიგ შემთხვევაში ვცდილობთ, რომ სხვადასხვა ფონდის მხარდაჭერით აქამდე ვცდილობდით, სანამ ფონდები კრიმინალიზებული არ იყო, გარკვეულწილად ვთქვათ, ინტერნეტითაც მარაგებინა და საბოლოო ჯამში 2500 სოფელს ვესტუმრეთ. თითქმის ძალიან მალე გვექნება საიუბილეო გასვლა, ეს თავის მხრივ ნიშნავს ბუნებრივია 10,000-ობით ადამიანს და ეს ადამიანები ძალიან ზუსტად ხვდებიან, რომ ყველა იმ დანარჩენი საჭიროების ძირითადი წამალი არის წიგნი, წიგნიერება, განათლება და თავის დროზე თუ კი ცოტათი სკეპტიკური ვთქვათ, ხედვაც ჰქონდა ამასთან დაკავშირებით, როდესაც ჩვენ დავიწყეთ ეს მოძრაობა, მაშინ ეკვილიბრიუმი ერქვა და ვფიქრობდით, რომ აი ამდენი გასაჭირია და ეხლა სოფელში ჩაიტანო წიგნები შეიძლება ამას დიდი ენთუზიაზმი არ მოყვეს, სრულიად პირიქით. დღეს რომ თქვენ ჩემი პოსტის ვთქვათ, 5 გახსნათ ელექტრონულის, ნახავთ რომ 1000-ობით წერილი შემოდის. კი, 1000-ობით წერილი შემოდის სკოლის მოსწავლეებისგანაც და ამავდროულად ბუნებრივია მასწავლებლები. ეს არის კონკრეტულად ბაზრობა სრულიად
დამოუკიდებელი და თავისუფალი ბაზრობა, ყველა გამომცემლობა იღებს მონაწილეობას, რომელიც ბიბლიაში არის წარმოდგენილი და ჩვენ ეს გვახარებს, არავით არის კონიუნქტურა ამ თვალსაზრისით და არ არსებობს პირიქით. ორიენტირებული ვართ თავისუფლების და დამოუკიდებლობის მიმართულებით ციგნიერების განვითარებაზე და მე დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი შემოაღებს იმ 3 დღის განმავლობაში ბაზარი ორბელიანის კარს და რეალურად ორმხრივად მოგებული დარჩება, ერთი რომ თვითონ ვთქვათ, იმ ციგნებს, რომელიც იქნება წარმოდგენილი ძალიან მნიშვნელოვანი ფასდაკლებით და აქციების თანხლებით შეიძენს და მეორე მხრივ თვითონვე გახდება ქველმოქმედი და ძალიან ბევრ ბავშვს გაახარებს ქართულ სოფლებში. ნატალია, რა ელოდება ყველა სტუმარს, ვინც შემოაღებს ამ 3 დღის მანძილზე ბაზარის კარს, რა აქტივობები? ძალიან ბევრი აქტივობა გვაქვს დაგეგმილი, მათ შორის არის ვამაყობთ სალექციო სესიები, ძალიან ცნობილი და კარგი ავტორები დაუთმობენ დროს. საკითხავის, საზაფხულო საკითხავის შესახებ მიაწვდიან ინფორმაციას ჩვენს ვიზიტორებს. ცხადია, დასწრება იქნება ამ შემთხვევაშიც უფასო და გამოყოფთ 8 რიცხვს, იმიტომ რომ სწორედ ამ დღეს ბავშვებისთვისაც განსაკუთრებულად საინტერესო იქნება ჩვენთან მოსვლა, იმიტომ რომ თვითონ გიორგიც წარადგენს თავის წიგნს, ესაუბრება მათ მისი ნამუშევრის შესახებ, ასევე იქნება ძალიან კარგი ავტორი თუთა ჯგუშია, რომელიც თავის ლექსებს გააცნობს ბავშვებს, იქ მყოფ ბავშვებს და ვფიქრობ, რომ ყველასთვის ძალიან საინტერესო იქნება. გარდა იმისა, რომ ისინი მიიღებენ ამ აქციაში მონაწილეობას, თავადაც გახდებიან ქველმოქმედები და თვითონაც ისარგებლებენ იმ ფასდაკლებებით, რაც ამ 3 დღის განმავლობაში იქნება ჩვენთან, მგონია, რომ ძალიან საინტერესო შედგება. რაც შეეხება ამ წიგნების მოტანას სოფლად ბავშვებისთვის გასავრცელებლად, მხოლოდ ბაზარზე მოხდება, მაშინ როცა ეს ამბავი ხდება, თუ შეიძლება რომ წინ სწრებად სადმე მიიტანონ ადამიანებმა. ახლა უკვე გახსნილი არის მე როგორც ვიცი. ახლა 3 წუთას შეუძლიათ მივიდნენ და თუ ვერიცმენ 6 რიცხვამდე შეგიძლიათ. ხო, არა, ვიფიქრე მაგაზე სწორედ. თქვენი წიგნები უკვე ისედაც დაგვაქვს, ბატონ დავით. არა, მაგისოდაც. ჩემ ბიბლიოთეკიდან წიგნებს გადავარჩევდა. ვამბობ, ბონუსად. ვიცი რომ ეგ არ გიგულისხმება. ის სიამოვნებით მივიღებთ და ესე ვაგროვებთ ყველგან დავდივართ და ვამბობთ რომ მოიტანეთ წიგნები, გჭირდება. დავირაზმებით ჩვენი წიგნებით მოვდივართ, 5 უკვე გახსნილია, როგორც გავიგეთ. გიორგი, რა მნიშვნელობა აქვს ამ რეკომენდაციებს და ზუსტად ამ დროს ამ ყოველფრის დაგეგმვას, იმიტომ რომ ზაფხული მოდის ყველაზე კარგი პერიოდი იმისთვის, რომ ახალგაზრდებმა იკითხონ ლიტერატურას გაეცნონ და არ არის მარტივი პროცესი ამ ყოველფრის შერჩევა, ხო აი ამ კუთხით რა უპირატესობა ექნება აქ შეკრებას ერთად ადამიანებს. დრო ცხადია შეცვლილია, ჩვენ ვიცით რომ არაერთი პარალელური საცდური არსებობს იმისთვის რომ შენ გარკვეულწილად ზაფხულის განმავლობაში გართობასთან ერთად გარკვეული ინფორმაცია მიიღო ან ესთეტიკურ თბობ. მაგრამ მე მაინც ამ თვალსაზრისით, როგორც წიგნიერების გავრცელებელი საზოგადოების წარმომადგენელი, პროპაგანდას უწევ წიგნს, რომელიც თავის მხრივ გულისხმობს ბუნებრივია ყველაზე დიდ და ამავდროულად ყველაზე უფრო ღრმა, ვთქვათ, შტაბეჭდილებების მომცემ თავგადასავალს და მთელი ის განწყობები, რომელიც ჩემს ბავშვობას უკავშირდება და დღემდე თამდევს, არის ვთქვათ, წიგნებთან კონტაქტი და ის წიგნები, რომელთაც მაშინ კითხულობდი, გარკვეულწილად არა მხოლოდ იმ ტექსტს მახსენებს, არამედ იმ ამბებს, რომელიც იმ დროს ვითარდებოდა. ამიტომაც არის, რომ გარკვეულწილად ბეჭდური წიგნი აგრძელებს სიცოცხლეს, ხო, ის ერთი მხრივ გულისხმობს ფლობის, თუ შეიძლება ასე ითქვას, განცდას და მეორე მხრივ არის მეხსიერება. და ზაფხულის მეხსიერებისთვის ყველაზე უფრო კარგი ინსტრუმენტი, ჩემი აზრით, არის წიგნი. გარდა იმისა, რომ ბუნებრივია, მართლაც ჩვენი სლოგანის არ იყოს შინაარსიანად დაიჭრათ. ბევრი წიგნია ძალიან წარმოდგენილი, აი ზვიად კვარაცხელია არის თქვენი დანაწამყვანი, მისი გამომცემლობის არაერთი წიგნი იქნება სპეციალური შეთავაზებებით წარმოდგენილი და რეალურად თქვათ ამ თვალსაზრისით ნამდვილად არ ვუჩივით, ისევე როგორც იქნება აგერ ეს წიგნები, რომელიც საჩუქრად მოგიტანეთ, ეს არის მართლაც უნიკალური, აუცილებელი გამოცემა, რომელიც თავის დროზე შეზღუდული საკოლექციო ტირაჟით გამოსცა ლიტერატურის მუზეუმმა, როცა ლაშა ბაქრაძე იყო იქ ხელმძღვანელი და ჩვენ ახლა გადავწყვიტეთ, პალიტრაელმა გადაწყვიტა, რომ გამოეცა ორი ტიპის, ერთი არის საკოლექციო გამოცემა, ერთი არის ჩვეულებრივი გამოცემა და მინდა რომ მაინც საჩუქრად კეთილი გადმოვცეთ. მე ვფიქრობ, რომ ეს წიგნი დღეს თან
ამჟამინდელი მოცემულობის გათვალისწინებით აუცილებელ წიგნთა შორის არის და აქამდე არ ყოფილა ასეთი ტიპის გამოცემა. გულისხმობ გამოცემას, რომელიც წიგნის მაღაზიებში იქნებოდა, ადამიანი შეეძლებოდა შეძენა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. გიორგი, არ არის მშობლებისთვის მარტივი პროცესი. შენც თქვი, რომ ბევრი სატყუ არაა ირკვევ ხო ბავშვების დამეგობრების წიგნებთან. ზუსტად ასეთ აქტივობებს, სადაც მწერალსაც შეხვდები, სადაც წიგნს სხვანაირად გაიცნობ, სხვა ადამიანს დაელაპარაკები მასზე. აი ასეთ აქტივობებს რა როლი და მნიშვნელობა აქვს და რამდენად შეიძლება იყოს ეს ძალიან სწორი გზა იმისთვის. ძალიან დიდი, იმიტომ რომ ის ასაკი, რომელიც გარკვეულწილად გულისხმობს სამყაროს დაკვირვებას და შემეცნებას, მათ შორის დაფუძნებული არის ბაძვის თუ შეიძლება ასე ითქვას, გარკვეულწილად უნარზეც და აუცილებლობაზეც. ანუ ამ ბავშვებს ჭირდებათ ადამიანები, რომლებიც მათ საკუთარ ცოდნას გაუზიარებენ და გარკვეულწილად იქნებიან რაღაც ტიპის მაგალითის მიმცემები. ჩემს თავს აქ ყველაზე უკანასკნელად გულისხმობ ბუნებრივი. ამიტომაც რეალურად ასეთი ტიპის შეხვედრები, სადაც ისინი ხვდებიან მსხაპრის ცოცხალ ავტორებს, თქვათ, აქვთ დისკუსია, გარკვეულწილად თქვათ, ცდილობენ, რომ თვითონაც იყვნენ ჩართულები ამ პროცესში, შეიძლება რაღაც ტიპის თამაშებიც გაიმართოს, გაგრძელებები აი მაგალითად ჩემი თომა ზღაპრების შემთხვევაში იქ არის ერთი პატარა თქვათ მონაკვეთი რომელიც სკოლაში ისწავლება თომა ბავშვთა ზღაპარს ქალაქს აშენებს და ჩვენ ვცდილობთ რომ ამ შეხვედრაზე თვითონ ბავშვებმა ააშენონ თავიანთი ქალაქები და წარმოსახვით ბუნებრივია და ფანტაზია განვითარდეთ. ამიტომ მე ვფიქრობ რომ ამ თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანი არის ცოცხალი შეხვედრები მით უმეტეს ამ ვირტუალურ დროში. კი ბატონო ნატალია ამ კუთხითაც რა სახის იქნება ეს შეხვედრები ვის ელოდებით ავტორებსაც ხო აი ამ კუთხით ეს სამი დღერით იქნება გამორჩეული და თვითონ ავტორებიც როგორ მოდიან რა მათთვისაც რამდენად მნიშვნელოვანია ერთ-ერთი ავტორი აქაც ის ვინც შეიძლება ამაზეც ისაუბროს კითხველთან შეხვედრას რა მნიშვნელობა აქვს მათთვის და როგორ უყურებენ ამ საკუთრებული მნიშვნელობა ექნება იმიტომ რომ თვითონ ფორმატი ღონისძიების როგორიც იქნება ჩვენთან არის ძალიან ისეთი შინაურულ გარემოში ერთმანეთის პირისპირ დასხდებიან კითხველები, მაყურებლები და ავტორი. და მათ შეეძლებათ რომ კითხვები დაუსვან, ისაუბრონ და მოკლედ ბევრი რამ გაიგონ მათთვის საყვარელი ავტორებისგან და ვფიქრობ რომ ეს რაღაცა ძალიან გამორჩეული ამბავი უნდა იყოს მკითხველისთვის. გიორგი თვითონ ეს თქვა თუ შეიძლება ასე ითქვას ღონისძიებების ჩამონათვალი არის მცირე ფორმირების ეტაპზე და ბაზარი ორბელიანის და ბიბლუსის გვერდებზე, სოციალურ გვერდებზე შეუძლიათ რომ სრული ჩამონათვალი. კი ბატონო, 7 ივნისის ღონისძიებაზე ჯერ არ არის გარკვეული სპიკერი ვინ იქნება, ამიტომ თავისუფლების საკითხავი ივნისის ღონისძიებაზე მე შემიძლია უკვე გიორგი ალბათ შეიძლება რომ ვთქვათ რომ იქნება ბატონი ტარიელ ხარხელაური, თუმცა დრო არის დასაზუსტებელი და აი რადგან მუშა პროცესში ვართ და რადგან ყველაფერი ჯერ დაზუსტებულია. საათი არ არის დაზუსტებული. საათი არ არის დაზუსტებული. ნატალია, ამას გავყვეთ ხო სალექციო სესიები, ერთი არის რომ ეს შეხვედრები და ანუ ამ სალექციო სესიებს რა დატვირთვა ექნებათ და თან ყოველ დღეს თავისი სახელდება აქვს ხო რაღაც ერთი თემის ირგვლივ იქნება ადამიანების შეკრება. აი როგორ შეირჩა ეს თემები და რა იდეის მატარებელი. თემები ცხადია, ახლა ვერ მოვიტყუები, არის გიორგის ჩართულობით ჩარჩეული. ავტორებიც და ჯობს რომ მან უფრო ზუსტად გითხრას. გიორგი მზის ჭრდილში საკითხავი პირველი დღის თემა ეს არის. კი, ეს თუ შეიძლება ასე ითქვას, ქვესათაურები ამ დღეებისა ცხადია ეხმიანება დროს და კონტექსტს, ხო? თავისუფლება დღეს არის ძალიან აქტუალური თემა და ბუნებრივია რომ ამ თვალსაზრისით ჩვენ ვცდილობთ რომ ის დღე გარკვეულწილად ამ მიმართულებით იყოს დატვირთული, მათ შორის წინა პლანზე იყოს წამოწეული წიგნები ინტელექტს და არტანურს აქვს შესანიშნავი გამოცემები, ვიცით ძალიან პოპულარული არის რამდენიმე მათგანი, სხვა დანარჩენ გამომცემლობებს აქვს წინვალე გამოცემები, რომლებიც ამ თემატიკას ეხმიანება და მათ შორის ბუნებრივია წინა პლანზე ისინი იქნება. ზის ჭრილში საკითხავი გარკვეულწილად იგულისხმებს ისეთი ტიპის ლიტერატურას, რომელიც ასოცირდება ზაფხულთან, თავგადასავალთან და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. რაც შეეხება საბავშვო დღეს, ბუნებრივია ჩვენ იქ ვეცდებით რომ გავცეთ. კი, გავცდებით. თავად გიორგი არის სპიკერი ამ. ხოლო მე არა ვარ კიდე არის სტაჟურში და კიდე რამდენიმე ადამიანი შემოემატება ამ ყველაფერს. გავცეთ რეკომენდაციები ბავშვებისთვის ეგრეთ წოდებული კლასგარეშე საკითხავის მიმართულებით, იმიტომ რომ დღეს სკოლაში ეს ძალიან აქტუალური თემა არის.
ყოველთვის იცვლება განწყობები, ახალი ავტორები შემოდიან, დრო არის განსხვავებული და ბავშვებს სხვა მოთხოვნები აქვთ და შესაბამისად ყველა სტენდზე ჩვენ ვეცდებით რომ ისეთი ტიპის ლიტერატურა წარმოადგინოთ, რომელიც ერთი მხრივ კლასიკასაც იგულისხმებს და მეორე მხრივ ინოვაციურ ლიტერატურას ამ მიმართულებით. მოიცავს ყველა კითხველის აბსოლუტურად ყველა ინტერესს, ხო ამაზეა საუბარი. ყველა გამომცემლობა იქნება წარმოდგენილი, რომელიც თავის დროზე აპრილის ბაზრობის დროს იყო და შესაბამისად ამ გამომცემლობებსაც ცხადია საკუთარი შეთავაზებები ექნებათ მკითხველებს. ნატალია, პრინციპში ეს იქნება თავშეყრის ადგილი მთელი ოჯახისთვის, ხო, ასაკიც არა აქვს. ყველა ადამიანი რამდენად შეძლებს რომ მისთვის საჭირო საინტერესო აქტივობა იპოვოს და დღე გაატაროს პრინციპში ბაზარში. კი, ჩვენი იდეა რაღაცნაირად ბოლო პერიოდში ისეც არის, რომ ბაზარი არ იყოს ადგილი, სადაც უბრალოდ ადამიანები მივლენ და კვების ობიექტებს ეწვევიან. ჩვენი მოცემულობა ბოლო პერიოდის მიზანი რაც დავისახეთ იყო ზუსტად ის, რომ ჩვენთან მოსული ადამიანი შეძლებდა საკვებ ობიექტებშიც შესულიყო, დასვენებისთვისაც ქონოდა შესაბამისი სივრცე, ბავშვებისთვისაც გვაქვს სპეციალური სივრცეები გამოყოფილი, სადაც მშობელს შეუძლია ბავშვი დატოვოს და იმან ძალიან კარგად გაატაროს იქ დრო და მათ შორის არის კინოთეატრიც, მათ შორის არის კონცეპტუალური მაღაზიაც, როგორც ხო, არა მარტო ამ 3 დღის მანძილზე ბაზარი პრინციპში სულ უწყვეტ რეჟიმში ადამიანებს თავაზობს, აი მე მგონი კინოთეატრის თუ არა უბრალოდ კადრი იყო ხო, თავაზობს სივრცეებს, სადაც შეიძლება რაღაცა თემების ირგვლივ მსჯელობაც შემდეგ საინტერესო ფილმების ნახვაც, აი ეს კინოთეატრი ღიაც არის და დახურულიც, ხო? კინოთეატრი ჩვენი ბოლო სიახლეა შეიძლება ასეც ვთქვათ, არის როგორც ღია, ასევე დახურული, ძალიან კარგი სივრცეა ტერასაზე, სადაც ნებისმიერ მსურველს ჩვენთან არის კინოკლასიკა. მიმდინარე რაღაც სიახლეებს, კინოფილმების რაღაცა სიახლეებს ვერ ნახავენ, თუმცა არის კინოკლასიკა მოყვარულებისთვის და შეუძლიათ რომ კი, უყურონ, გაუზიარონ შემდეგ ერთმანეთს რაღაცა საბეჭდილებები და ძალიან სასიამოვნოდ გაატარონ დრო. ვინ არიან ძირითადი არის ალბათ რაღაც კვლევებიც გაქვთ ხო ძირითადი რამდენად არის ასაკი აქვს სტუმრებს თუ აბსოლუტურად ასაკი არ აქვს სტუმრებს გულწრფელად გეუბნებით იმიტომ რომ ასაკი და ეროვნება ესეც შემიძლია ვთქვა იმიტომ რომ ჩვენთან დადიან როგორც ადგილობრივი მაცხოვრებლები ასევე ტურისტები კი ბატონო ყველასთვის არის და ვინაიდან ფილმები არის სუბტიტრებით და ორიგინალში შესაბამისად ნებისმიერ მსურველს შეუძლია რომ დაესწროს კინოჩვენებას გიორგი, რატომ არის მნიშვნელოვანი მსგავსი შეკრებები? წლის მანძილზე არაერთი ბაზრობა გვაქვს, ხო? და ყოველთვის ყველა ეს შეკრებები განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს და განსაკუთრებული დღეებად არის მონიშნული თითოეული ადამიანის კალენდარში. რატომ გვიყვარს მსგავსი შეკრებები და თემები, რომლებიც წიგნებთან არის? ბევრი მიმართულებით, განსაკუთრებით დღევანდელი კონტექსტის გათვალისწინებით, ლიტერატურა ჩემთვის ძალიან სასიამოვნოდ აღმოჩნდა ძალიან აქტიური, თამამი და შესაბამისად წერლების როლი ამ თვალსაზრისით მე ვფიქრობ რომ თუ მაინც და მაინც სუპერ მოწინავე ერთ-ერთი გამორჩეული ნამდვილად თუ არ არის ერთ-ერთი გამორჩეული ნამდვილად გახლავთ. შესაბამისად ბუნებრივია რომ ასეთი ტიპის შეკრებებმა გარკვეულწილად მრავალმხრივი ხასიათი მიიღო დღევანდელი კონტექსტის გათვალისწინებით. ავტორები ელაპარაკებიან მკითხველს აქტუალურ თემებზე პირველ რიგში, ან დროსთან აცდენილი ეს საქმე არ არის. ამავდროულად ბუნებრივია ცდილობენ რომ იმ ტიპის ლიტერატურა, რომელსაც თვითონ ქმნიან, გარკვეულწილად წარადგინონ მკითხველის საზოგადოების წინაშე, იმიტომ რომ ქართული ლიტერატურული პროცესი ნამდვილად არ არის მაჩანჩალა. ამ კონკრეტულ შემთხვევაში საკუთრივ ტექსტის ღირებულებას გულისხმობ და არა თქვა სოციალურ აქტივობას და არც საგამომცემლო სფერო, იმიტომ რომ მე ძალიან ამაყი ვარ იმით რომ გარკვეულწილად ჩვენი ქვეყანა შორს უსწრებს დღეს რეგიონში ძალიან ბევრ ქვეყანას საგამომცემლო მიმართულებით. ეს დაიწყო სადღაც 2000-იანების დასაწყისში და რეალურად უდიდესი ძალისხმევის, შრომის და ბრძოლის შედეგია და გარკვეულწილად დღეს ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი ძალიან კარგი გამოცემა, როგორც თარგმნილი ლიტერატურა, ასევე ბუნებრივია ორიგინალური. და შესაბამისად ცხადია, რომ ამგვარი შეკრებები არის ერთგვარი სიმბოლური შეჯამებაც კი, თქვა, აი ამ მონაგარეს, იმიტომ რომ ადამიანები მოდიან
გარკვეულწილად საკუთარ შტაბ-ბირძილებას აზიარებენ და ამავდროულად თქვათ აჩვენებენ პროცესის აქტუალურობას. ხო, აი მაგალითად იგივე აპრილის ბაზრობაზე რა რიგებიც იდგა, ხო, რეალურად ეს იყო მრავალმხრივი გზავნილი ერთმანეთისთვისაც და ქვეყნისთვისაც. მე დარწმუნებული ვარ, რომ აქაც ძალიან ბევრი ადამიანი მოვა, მით უმეტეს რომ განზრახულობა ამ ბაზრობის მართლა კიდევ ერთხელ ვამბობ, ასეთი ერჯერადად საქველმოქმედო კი არ არის, არამედ ჩვენ ჩაგვაქვს იქ წიგნები, რომელსაც თაობები გაეცნობიან და გარკვეულწილად თქვათ ამას ექნება საკუთარი დიდი და აუცილებელი მნიშვნელობა. კი ბატონო და კიდევ ერთხელ ალბათ ნატალია ბოლოს უთხრათ ადამიანებს განსაზღვრით თუ არის დრო ხო თარიღები ვიცით 6-7-8 რომელი საათიდან შეგვიძლია მოსვლა და დღის გატარება კი ბატონო 12-დან 9-მდე პარასკევს, შაბათსაც და კვირასაც იქნება წიგნის ბაზარი აქტიური და ძირითადად სესიების სალექციო დაიწყება 2 საათზე, დღის 2 საათზე. დანარჩენი ხო მშვენიერი სივრცეები და უამრავი აქტიობებისთვის რომ მთელი დღე იქ გავატაროთ. დიდი მადლობა ამ ინიციატივისთვის, მადლობა სიახლეებისთვის, გისურვებთ რა თქმა უნდა წარმატებებს და მაყურებელს კი რა თქმა უნდა ვეტყვით რომ მშვენიერი შესაძლებლობაა ეს 3 დღე გავატაროთ ოჯახის წევრებთან ერთად საინტერესო სივრცეში, საინტერესო ადამიანები გავიცნოთ და გავამდიდროთ ჩვენი ბიბლიოთეკა.